Ძვირფასო მეგობრებო, დღეს 2025 წლის 30 ივნისია. ხოდა, რადგან ბევრს მუშაობ, ინტერნეტში ვიპოვე საინტერესო ფაქტი ერთ დიდ ქართველზე და მინდა გაგიზიაროთ. იმედი მაქვს დილით-უფალს ახალი დღისთვის მადლობა უთხარით. თუ ასეა, კარგი დღე გელით. მაშასე გენერალი ჯონ მალხაზ დევიდ შალიკაშვილი. მისი მამა მეორე მსოფლიო ომის დროს მსახურობდა ქართულ ლეგიონში, რომელიც მოგვიანებით SS-ის ჯარებში იქნა ჩართული. აი ასეთი რთული ბედი ჰქონდა. ის მოხდა მოკავშირეთა ტყვეობაში ნორმანდიაში. მისი ოჯახი 44 წელს ცხოვრობდა ვარშავაში, შემდეგ გაემგზავრა გერმანიაში, ბავარიაში, ხოლო 1951 წელს შეერთებულ შტატებში. და რა არის საინტერესო? თუ საბჭოთა კავშირში იწყებდნენ გამოძიებას, ჩვენ თვითონაც არ ვიცოდით ჩვენი ბევრი ნათესავის შესახებ, მაგრამ საბჭოთა კავშირში მაგალითად დედაჩემი შეძლებული გლეხის ქალიშვილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირმა გამოაცხადა რას ეძახდნენ მათ კულაკის შვილად. მას სრულად გადაუკეთეს ცხოვრების გზა, რადგან ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო და მაინც მას არასდროს ეკავა არანაირი მნიშვნელოვანი თანამდებობა. აი ეს არის ერთგვარი მეტამორფოზა. 1957 წელს ჯონ შალიკაშვილმა დაიწყო სამხედრო სამსახური. მსახურობდა ალიასკაზე, ფედერაციულ გერმანიაში, კორეაში, იტალიაში. ვიეტნამის ომის ვეტერანი იყო, ხელმძღვანელობდა ნატოს შეიარაღებულ ძალებს ევროპაში, იყო გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარის სპეციალური თანაშემწე. 1991 წელს ხელმძღვანელობდა ოპერაციას Provit Comforts, რომელიც მიზნად ისახავდა ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ქურთილ ტოლულებისთვის ერაყის ჩრდილოეთში. 1993 წლის შემოდგომიდან 1997 წლამდე იყო გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარე. 1995 წელს ბოსნიელ სერბებზე ავიადარტყმების ოპერაციის ორგანიზატორი. მართლაც დიდი ადამიანი. მას ჰქონდა სრულუფლებიანი 4 ვარსკვლავიანი გენერლის წოდება. ეს არის შეერთებული შტატების რიგით მეორე უმაღლესი სამხედრო წოდება, არმიის გენერალი. მაგრამ 1950 წლიდან ეს წოდება აღარავისთვის მიუნიჭებიათ. ამდენად დიდი ადამიანი იყო ჩვენი თანამემამულე. ის გადადგა 1997 წლის სექტემბერში და ასწავლიდა სტენფორდის უნივერსიტეტში. 2004 წელს კი ჯონ კერის, შეერთებული შტატების ერთ-ერთი პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბში მოღვაწეობდა. იგი გარდაიცვალა ინსულტის შედეგად 2011 წელს მედიგანის სამხედრო სამედიცინო ცენტრში. აი ასეთი ამბებია მეგობრებო. დიადი ქვეყანაა. მოსახლეობით პატარა, მაგრამ დიადი ხალხით. ღმერთმა ქნას, რომ საქართველოს დიდი მომავალი ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჰუმანიტარული მდგომარეობა ძალიან და ძალიან მძიმეა. და მე უზომოდ მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვისი სულიც გაიხსნა სხვისი ტკივილის თანაგრძნობისთვის. არ ვიღლები გამეორებით. თუ თქვენ ეხმარებით თქვენს ახლობლებს, დედას, მამას, ეს არის უფლის მცნებებში ჩაწერილი. ეს თქვენი ვალდებულებაა. დას, ძმას, შვილიშვილს, დიშვილს. ეს არ არის ის, რაც ღმერთთან ჩაგეთვლებათ. მაგრამ როგორც ბიბლიაში იესო ამბობს, თუ დაეხმარე ადამიანს, რომელმაც შენ მადლობაც კი არ გითხრა და რომელსაც ვეღარასდროს ნახავ და ვერც მოусმენ, ან იქნებ ნახავ კიდეც, მაგრამ ის ვერ გიცნობს. ან გიცნობს, მაგრამ შენ მიზან მიმართულად არ სურდა რომ ეცნეს. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთისთვის, რაც კი საერთოდ შეგვიძლია ცხოვრებაში გავაკეთოთ. და რა თქმა უნდა, ღმერთმა დაგვიფაროს, შეგვხვდეს თაღლითი. რადგან თაღლითობა ქველმოქმედების სფეროში იმდენად განვითარებულია, რომ დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობა კრძალავს დახმარებას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არსებული ფონდებისთვის. მაგრამ ჩვენ მაინც არ ვნებდებით.
დღეს ჩვენი ფონდი, რომელიც საქართველოში დავაფუძნე, უკვე აღარ არის ჩემი. ის თქვენია, იმიტომ რომ არსებობს მხოლოდ თქვენი შემოწირულობებით. მე კი მილიონებთან ერთად ველოდები რაღაც მონაწილეობ მხოლოდ განსაკუთრებით მასშტაბურ პროგრამებში. აი ახლა ხან შევადგინეთ წერილი და მივმართეთ პრემიერ-მინისტრს თხოვნით, მოგცენ შესაძლებლობა შევიძინოთ მოძრავი, მაგრამ ძალიან კომფორტული სახლები. იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ცხოვრობს ნანგრევებში, რომლებიც ნებისმიერ წამს შეიძლება ჩამოენგრეს თავზე ბავშვებს. ყველა მრავალშვილიანი ოჯახია. ბევრი ადამიანი საზოგადოებრივ საპირფარეშოებში ცხოვრობს. ღმერთო ჩემო, სადაღარ ცხოვრობენ? საბრალო საქართველო. კიდევ კარგი იმ კაცმა, რომელზეც დღეს გიამბეთ, არ იცოდა ყველა ეს დეტალი. იმეც ვიტოვებ, რომ პრემიერ-მინისტრისგან დადებით პასუხს მივიღებთ, იმიტომ რომ ევროპა სავსეა ავეჯითა და ახალი ნივთებით. ხალხი ისე მდიდრულად ცხოვრობს, რომ მათი დიდი ბაბუებიც კი აი ერთ უბრალო მეეზოვეს ვესაუბრე შვეიცარიაში და ისიც კი მილიონერია, რადგან მისი შორეული ნათესავები ყველანი მდიდრები არიან. ყველა ტოვებს ფულს მემკვიდრეობით, რადგან მათი დახარჯვა უბრალოდ შეუძლებელია. და რა თქმა უნდა, ხშირად ცვლიან ავეჯს, სრულიად ახალს. ამასინათ სადარბაზოსთან დავტოვე შესანიშნავი მაგიდა და სკამები. იმდენ ხანს ვეძებდი ჩემი ვერანდისთვის, მაგრამ მერე იტალიაში კიდევ უკეთესი მაგიდა ვნახე. და ის ვიყიდე. ეს კი გარეთ დავდგი და ვიღაცამ წაიღო. ეს არ არის დამამცირებელი საქციელი, რადგან ის სრულიად ახალი იყო. სხვათა შორის მსუბუქი ლითონისგან იყო გაკეთებული, არ ფუჭდება. ჩვენერი ნივთია. აი, ასეთი ამბებია მეგობრებო. არ დაგავიწყდეთ დაურეკოთ თქვენს მშობლებს და იყავით კეთილები იმ ადამიანების მიმართ, ვისაც უჭირს, რადგან შეუცნობელია უფლის გზები. აი ასეა. გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს, წარმატებები. ლეონიდ ჩერნოვესკი.